მორიელებს უჯდებათ მე-11 სახლში დაბნელება და ეს არის კოლექტივთან ურთიერთობების განახლება, მეგობრებთან რაღაც სიახლის შემოტანა, შეიძლება ახალი მეგობრები, ახალი ნაცნობები, მაგალითად, ახალი თანამოაზრეები გაჩნდნენ. მე-11 სახლი არის მომავლის სახლი, მომავლის იდეები. მე რომ მინდა რაღაცნაირად ჩემს მომავალთან სიახლეები შემოვიტანო, ჩემს წარმოდგენებში, ჩემს აზრებში, ჩემს გონებაში, ჩემი მომავალი დავალაგო. და ან მე თუ მინდა მომავალთან ურთიერთობა, რომ აი ჩემი მომავლის გეგმები განხორციელდეს, აქ უნდა შევიტანო, დავალაგო რაღაცეები, გეგმები მქონდეს უკვე და ახალი იდეების, ახალი გეგმების გაჩენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის. ან გეგმები და იდეები მომავალს რაც ეხება, ან პირდაპირ ურთიერთობები, ახალი კონტაქტები მჭირდება, ახალი საერთოდ განახლება მჭირდება, მაგალითად სამეგობროს ეხემის გარშემო შესაძლებელი გავაკეთოთ. აქ გულისხმობთ, ეხლა მე ამასება ისე აქ გულისხმობთ, რომ აი მონდება ადამიანს, რომ აი ამ სამეგობროსთან, თანამოაზრეებთან, ჯგუფთან რაღაც სიახლე შემოვიდეს, ხო? რაღაც ახალი განახლება ურთიერთობების, ან ძველის არსებულის კიდევ უფრო განახლება, ხო? აი ეს არის მორიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოულოდნელობები, ცვლილებების შეტანა ცხოვრებაში, ამის სურვილი გაუჩნდებათ, რაღაცა რესტარტი მინდა, რაღაც ცვლილებები მინდა ჩემს სოციუმთან, ჩემს გარემოცვასთან, ხო? გარკვეულწილად, ან უბრალოდ ახალი მეგობარი გამოჩნდეს მათ ცხოვრებაში, ახალი კონტაქტები გამოჩნდეს, ოღონდ უფრო რომელიც მე დაგვიმეგობრდებიან, ესე რომ ვთქვათ.